მოგესალმებით, როგორც ყოველთვის მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. გიბრუნდებით მომდევნო სიუჟეტით, სადაც თქვენ იხილავთ მესხეთის საწუკვე ნასოფლარს, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც ახალშენის, ასევე ახალშენის სახელით. დანარჩენი კი დეტალურად რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტიდან. წავედით. რუსთავს აყვავდა გვირილა, ვაიმოუ აზველსაო, ყურსწყაროები გამოვლენ, ნეტაი ახაშენსაო. ეს გახლავთ ორკუპლეტიანი მესხური ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომელშიც მოხსენიებულია ამავე მხარეში არსებული სხვადასხვა სოფლები. მათ შორის კი დასახლება სახელწოდებით ახაშენი აწუკვე ნასოფლარს წარმოადგენს და ჩემს დღევანდელ სიუჟეტში სწორედ მის შესახებ მოგიყვებით. მართებულია თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ ნასოფლარის სახელწოდების განხილვით, რომელიც ორნაირად გამოითქმის. ერთის მხრივ გვაქვს ახალშენი, ხოლო მეორეს მხრივ ახაშენი. იმისათვის რომ გავერკვიოთ თუ რომელი მათგანი წარმოადგენს თავდაპირველს, საჭიროა შევეხოთ იმ ისტორიული სახის დოკუმენტებს, რომელშიც ეს უკანასკნელია მოხსენიებული. ამ კუთხით მესხეთის სისხლითა და מחვილით დამყრობ ოსმალთა ეკონომიკური ხასიათის მქონე გურჯისტანის ვილაიეთისეულ დავთარში აღწერის უშუალო განმახორციელებელ თურქ მოხელეს იგი ჩაწერილი ყავს როგორც ახალშენი. და ამავე დოკუმენტზე მომუშავე ქართველი მეცნიერი აღმოსავლეთ მცოდნე სერგი ჯიქია მიიჩნევს რომ ახალშენი როგორც სახელწოდება პირვანდელს უნდა წარმოადგენდეს. თუ ამ უკანასკნელს შევადარებთ მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვა დასახლებათა სახელებს, კიდევ უფრო დავწმუნდებით რომ ყველაზე ძველ სამორი სახელწოდებიდან ახალშენი და არა ახაშენი უნდა განეკუთვნებოდეს. საკმარისია პარალელი გავავლოთ მესხეთის მიწაზე არსებულ ისეთ პუნქტებთან, როგორიცაა ახალციხე ან თუნდაც ახალქალაქი. ორივე შემთხვევაში ორი სიტყვისაგან შემდგარი ეს დასახელებები მსგავსად იწოდებიან მე-11 საუკუნეებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ხდება ამ უკანასკნელთა განახლება. ახალციხის შემთხვევაში ლომსიას ციხის ადგილზე შენდება ახალი ციხე, რაც სრულიად ქალაქის სახელად გარდაიქმნება. და ასევე ხდება ხელახალი აღშენება ჯავახეთის ერთ-ერთი უძველესი ცენტრისა, რომელიც ამ პროცესიდან გამომდინარე იწოდება ახალ ქალაქად. ზემოთხსენებულის მიხედვით განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოში დამკვიდრებული სიტყვაა ახალი და სახელწოდება ახალშენი ნიშნავს ახლად გაშენებულ ან განახლებულ სოფელს, სადაც დაბოლოება შენ წარმოადგენს ძირს ზმნისას, რომელიც ნიშნავს შენებას. დასახელებასთან მიმართებით ყველაფერი ნათელია და შევთანხმდით იმაზე, რომ აქ ერთ დროს გაშენებულ სოფელს მე-16 საუკუნემდე ახალშენად იხსენიებდნენ, ხოლო შემდგომი პერიოდიდან ახაშენად. მაგრამ საინტერესოა თუ როგორი პროცესები ვითარდებოდა იმ ალაგზე, რომელიც დღეს მხოლოდ ნასახლართან ანგრევებით გარშემორტყმული დარბაზული ტიპის სალოცავით არის შემონახული. ჩვენამდე მოღწეული საისტორიო წყაროების სიმწირიდან გამომდინარე, ათვლის წერტილად ისევ ზემოთ ხსენებული ოსმალური ვილაიეთისეული დავთარი მივიჩნიოთ. რაც გვაძლევს ცნობას იმის შესახებ, რომ სოფელი სახელწოდებით ახალშენი 1595 წლისათვის თურქებს დახვდათ სულ რაღაც 5 კომლი ქრისტიანი მესხებით დასახლებულ ალაგად, სადაც ოჯახის თავკაცები ანდრია მახარებლის ძე, პაპუნა ძმა მისი, საბია ვარდიას ძე, მანასე ძე მისი და გაგუჩა ბასილის ძე, როგორც მიწათმოქმედების, ასევე მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის შედეგად მიღებული დოვლათისათვის თურქთა წინაშე იხდიან 15,000 აღჩას. მე-16 საუკუნის მიწურულისათვის მხოლოდღა 5 ოჯახის არსებობა ისეთი ადგილმდებარეობის სოფლისათვის, რომელიც გაშენებულია ასპინძიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, ანუ ისეთი ადგილიდან, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი სავაჭრო გზის გამტარს წარმოადგენდა, მიუთითებს იმაზე, რომ ისტორიული სამხრეთ საქართველოს მიწისათვის ბრძოლის პროცესისას ამ ალაგზე საკმაოდ მძიმე შემთხვევები განხორციელდებოდა. მაგრამ ახალშენის მცირე მოსახლიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად მოვიშველიებ სხვადასხვა გამოჩენილ მოღვაწეთა და მოგზაურთა ჩანაწერებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თავდაპირველად სანამ ამ ცნობებს შევეხებოდა, გეტყვით, რომ მემატიანე მეფე ერეკლეს მიერ 1770 წელს გადახდილ ასპინძის ბრძოლისას განხორციელებულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენდა მტკვარზე გადადებული ხიდის ბურჯების მოხერხვას, რაც ასე ვთქვათ საბრძოლო ტაქტიკის ნაწილი გახლდათ, ამას გარდა ეს ხელის შემშლელი უნდა ყოფილიყო იმ სოფლების მაჰმადიანი მაცხოვრებელთათვის, რომელთაც შეიძლება დახმარება გაეწიათ ახალციხის ფაშისათვის და მსგავსი ხალხის დასახლების არეალად მემატიანე სხვა ასპინძის მახლობლად მდებარე სოფლებთან ერთად ახაშენსაც ასახელებს. ამ წყაროს თანახმად ნათელია, რომ აქ ცხოვრობენ მაჰმადიანები, მაგრამ მათი ეთნიკური წარმომავლობის იდენტიფიცირებისათვის დაგვეხმარება ჩემს მიერ ზემოთ თქმული მოგზაურთა ჩანაწერები, რომელნიც შემდეგნაირად გამოიყურება. მე-19 საუკუნეში 1831-1834 წლებში ფრანგი მოგზაური
ფრედერიკ დიბუა დე მონპერე მისი ექსპედიციის ფარგლებში გვაწვდის ცნობას, სადაც დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს მოიხსენიებს ახაშენის სახელით და წერს შემდეგს: ჩამოვიარეთ ღობიეთში. აქ სულ ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობენ. ყველანი ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა ესმით თურქულიც. ესენი არიან ძველი სამცხე საათაბაგოს შთამომავალნი. მიგვიღეს ძალიან კარგად, მეგობრულად დაგვსვეს ცეცხლის პირას, დაგვაწვინეს მშვენივრად. აქ სტუმართმოყვარეობაა, რომელიც ითვლება ხელოვნებად. საოცარია, რომ თურქული უღლის მიუხედავად, მაინც არ დაკარგულა ქართველთა მოსაწონის ნეჩვეულება. გავიარეთ ახაშენზე, რომელიც ასეთივე გამაჰმადიანებული ქართული სოფელია და ლაპარაკობენ მხოლოდ ქართულად. ამ ჩანაწერიდან კარგად ჩანს მე-19 საუკუნის 30-იანი წლებისათვის ღობიეთიც და მის მეზობლად მდებარე ახაშენიც დასახლებულნი არიან მაჰმადიანებით, მაგრამ დებუას თანახმად ისინი გენით ქართველები არიან. ფრანგი მეცნიერის ახალშენში ყოფნიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ სოფელში არსებულ მაცხოვრებელთა ეთნიკური სურათი სავსებით იცვლება, რის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს აქაურობის ახალი პატრონის, იმპერიისეული მეფის რუსეთის დროინდელი საარქივო ჩანაწერი, რომელიც თარიღდება 1886 წლით და როგორც ღობიეთის, ასევე ახაშენის მაცხოვრებელთაგან აბსოლუტურად ყველას თათრებად მოიხსენიებს და მათ სამეთყველო ენადაც თურქულს ასახელებს, ხოლო ქართულ ენას საკომუნიკაციო თვალსაზრისით საერთოდ ამოვარდნილად მიიჩნევს. თუ დებუასეულ ჩანაწერს და მეფის რუსეთის ცნობას ერთმანეთთან დავაპირისპირებთ, ნათელია ის გარემოება, რომ არც თუ დიდი ხნის შემდეგ, ანუ 50 წელიწადში, მაცხოვრებელთა ასე 360 გრადუსით შეცვლის ერთადერთი და რეალური მიზეზის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გარემოებით, რომ ახაშენის მკვიდრი ქართველობა, რომელნიც მაჰმადის რჯულზე იყვნენ შემდგარნი, ასე უცებ მაქსიმუმ ერთი თაობით განახლების შემდეგ ძირის ძირობამდე ქართულს ვერ დაივიწყებდნენ. არის შანსი იმისა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ წახალისებული მუჰაჯირობისას მათ დატოვეს მათივე სამყოფელი და გადაინაცვლეს მესხეთის იმ ნაწილში, რომელიც კვლავ ოსმალეთის სამეფოში შემავალ ტერიტორიას წარმოადგენდა. ხოლო მათი ალაგი ამ შემთხვევაში ახალშენი დაიკავეს იმ თურქმანულმა ტომებმა, რომლებზეც რუსეთის მხრიდან მაინც და მაინც ისეთი ზეწოლა არ ხორციელდებოდა, როგორიც მაჰმადიან ქართველებთან მიმართებაში არსებობდა. ამ თეორიას ამყარებს 1855 წელს მომხდარიც, რომელიც გულისხმობს რუსეთის იმპერიაში შემავალი მესხეთის სხვადასხვა სოფლებიდან მაჰმადიანი ქართველების აყრას და ოსმალეთის მხარეს დარჩენილ მესხეთის, კერძოდ კი არტაანის პროვინციის სოფელ ილჩეკში ჩასვლას, რომელშიც მიგრირებულ ადამიანთა რიგებში სოფელ ახალშენიდან წამოსული მაჰმადიანი მესხებიც ფიგურირებენ. ამ მიგრაციის დასასრულისა და მისი საბოლოო სურათის წაკითხვის საშუალებას გვაძლევს ვინმე მოგზაურის, ჰენრი ფინის ბლოს ლინჩის ნაშრომი, სადაც ის ბოსპორის სრუტედან საქართველოს გავლით მიემართება სასომხეთში. ლინჩი მე-19 საუკუნის მიწურულისათვის ახაშენს ასახელებს თათრების სოფლად, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა, რა თქმა უნდა, მაჰმადიანია. ეს უკანასკნელი, როგორც საინფორმაციო წყარო, წარმოადგენს ყველაზე გვიანდელ ცნობას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სოფლის მაცხოვრებელთა ვინაობაზე და მისივე შინაარსიდან გამომდინარე, მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ამ ალაგზე ქართული სული სრულიად დაკარგულია. დროებით შევეშვები ახაშენის სოციალური კუთხით განხილვას და საუბარს გავაგრძელებ ქრისტიანულ ძეგლზე, რომელიც აქ მე-11 საუკუნისათვის იმ მესხთა ქრისტეს მიმართ შესავედრებლად იყო აგებული, რომელნიც თაობიდან თაობამდე ეწირებოდნენ ერთიანი საქართველოს ძლიერებას. დარბაზული სტილის ერთნავიანი ნაგებობა დღევანდელობაში ახაშენის წმინდა გიორგის სახელით არის ცნობილი. მიუხედავად ეკლესიაზე უახლოეს წარსულში განხორციელებული რესტავრაციისა და აღდგენითი სამუშაოებისა, იგი როგორც ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარე ახაშენში, ანუ იქ სადაც გასულ საუკუნეთა განმავლობაში მყარად იყო მაჰმადიანური მრწამსი გავრცელებული, ამოცემულობის ფონზე მეტნაკლებად სრული სახით იქნა 21 საუკუნემდე მოღწეული. იმისათვის რომ თქვენს კარგად გაიაზროთ თუ რას გულისხმობ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კადრების ფონზე მე წაგიკითხავთ ქართველი ისტორიკოსის გიორგი ბოჭორიძისეულ ტაძრის აღწერას, რომელიც მეცნიერმა განახორციელა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებისათვის ძეგლის უშუალო დათვალიერების შედეგად. ახაშნის ეკლესია დგას სოფელში. იგი ნაგებია თლილი ქვისაგან. არის ერთნავიანი შენობა. სიგრძეში 8, ხოლო სიგანეში 4 მეტრის. თაღი აქვს, მხოლოდ სახურავი აღარ ხურავს. კარი აქვს დასავლეთით. ეკლესიას დასავლეთითვე ჰქონია რაღაც შენობა, რომელიც ალბათ სამრეკლო იყო. მისგან შენახულია ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთ სამხრეთი კუთხე. მთავარი შესასვლელის კარის თავზე გამოსახულია ჯვარი. ამ ქვას მარჯვნივ და მარცხნივ უდევს ერთი ქვის ორი ნატეხი. მარცხენაზე გამოსახულია ვიღაც პირი ეკლესიის მოდელით ხელში. მარჯვენაზე წმინდა გიორგი დეოკლეტიანეს ჰგმირავს. ქვას მარჯვნივ და მარცხნივ ნაპირებისკენ აქვს შესანიშნავი ჩუქურთმა, ხოლო ზევითა ნაწილში წარწერაა: ქრისტე,
შეიწყალე ნიღვარაი ძეს საურმაგისი წმიდაი გიორგი ბოჭორიძისეული ჩანაწერის იდენტურად გამოიყურება 21 საუკუნეში ახალი გადახურვით მდგომი წმინდა გიორგის ტაძარი და იმ რელიეფურად ამოკვეთილ გამოსახულებებს შორის, რომელიც დასავლეთის შესასვლელის კედელზეა დატანილი, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა გიორგის ქვაში ნაკვეთი ნიმუში სხვა მსგავსი ნამუშევართაგან გამორჩეულია იმითიც, რომ არათუ წმინდანი გველეშაპს გმინავ შუბით, როგორც ეს სტანდარტულად ხატწერაშიც არის დამკვიდრებული, არამედ დიოკლიტიანეს. ანუ სწორედ რომის იმ იმპერატორს, რომლის ბრძანებითაც გიორგი ეწამა ქრისტიანული მრწამსისათვის. 1912-1933 წლები, ანუ ის პერიოდი, როდესაც გიორგი ბოჭორიძემ როგორც უკვე ზევით აღვნიშნე ახაშენის წმინდა გიორგი აღწერა, რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტების მმართველობის ეპოქას წარმოადგენს. მოგეხსენებათ საბჭოთა ხელისუფალთა დამოკიდებულება ქრისტიანობისა და ზოგადად რწმენასთან დაკავშირებით არათუ კრიტიკულს წარმოადგენდა, არამედ ათეისტური დოგმებითა და ლოზუნგებით გაჯერებულნი, ისინი სრულიად გმობდნენ ღმერთის არსებობას. შესაბამისად, ისევე როგორც დაკარგული დიდებული მესხეთის წინამდებარე არაერთ სერიაში ნაჩვენებს სხვა სალოცავთა მსგავსად, ბოლშევიკებმა ახალშენის წმინდა გიორგისაც მოუნახეს სხვა ფუნქცია და როგორც ბოჭორიძე მე-19 საუკუნის 30-იანი წლებისთვის წერს, ადგილობრივ კოლმეურნეობას განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი საწყობად გადაუკეთებია. მივუბრუნდები ისევ ახალშენის სოციალური კუთხით განხილვას. როგორც უკვე გითხარით, იგი გარდაიქმნა თურქმანული ტომებით დასახლებულ სოფლად და საბოლოოდ მისი ბედი, ისევე როგორც სხვა ბევრ დასახლებათა მესხეთში, გადაწყვიტა 1954 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა გადასახლების ოპერაციამ, რომლის ფარგლებშიც ამ კონკრეტული სოფლის შემთხვევაში მოხდა მისი სრულიად დაცლა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახაშენის ნასოფლარად გარდაქმნის პროცესიც. დაკარგული დიდებული მესხეთის სხვადასხვა სერიებში მე არაერთხელ მიხსენებია მე-20 საუკუნის 54-იან წლებში განხორციელებული გასახლება. ხოლო დღევანდელ სიუჟეტში კიდევ გავიმეორებ იმას, რომ გადასახლებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ თურქები, თარაქამები, ქურთები და ხიმშილები. ხოლო მათ შორის რა თქმა უნდა მოყვნენ ეთნიკურად ქართველებიც, რომლებიც როგორც მესხეთში იტყვიან, უკვე გათათრებულნი იყვნენ. ამ გათათრებული ქართველებიდან კიდევ განირჩეოდნენ ისეთებიც, ვისაც კვლავ ახსოვდა როგორც მშობლიური ენა, ასევე თავისი ძირძველი გვარი. და არსებობდნენ ისეთებიც, ვის ცნობიერებაშიც ქართული აბსოლუტურად აღარაფერი იყო. თავის მხრივ გათათრებულ ქართველთაგან ბევრი არათუ მაჰმადიანური მრწამსის კუთხით თვით თურქმანული მოდგმის ტომებზე მეტ ფანატიკოსებს წარმოადგენდნენ, ასევე იმაზე დაუნდობლად ეპყრობოდნენ მესხეთის დანარჩენ ქრისტიან მოსახლეობას, ვიდრე ამ მიწაზე შემოჭრილი უცხოტომელები. მე-20 საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლების მმართველი ეშელონების გადაწყვეტილებით განხორციელებულ გადასახლებაში შემავალ ხალხს, უფრო სწორედ მათ შთამომავლებს თანამედროვე ეპოქაში საკმაოდ გავრცელებული სახელწოდებით, ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებად მოიხსენიებენ. რაც მოკლედ რომ გითხრათ, თავისივე შინაარსიდან გამომდინარე. ერთი რომ არასწორი ტერმინია და მეორეს მხრივ სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს დადებული, რომელზეც საუბარს აღარ გავაგრძელებ. მესხი, რომელიც ერთიანი ფეოდალური საქართველოს სულის ჩამდგმელი ქართული ტომია, ვერ იქნება ვერანაირად წინსართი რომელიმე თურქმანული მოდგმის ტომთა გაერთიანების განსაზღვრებისა და შესაბამისად თურქი მესხები, როგორც სახელწოდება, ყველაზე მცდარ სიტყვათა კავშირს წარმოადგენს. ასევე სიუჟეტის დასასრულისას გეტყვით, რომ 1954 წელს იძულებით გადასახლებულთა შორის აბსოლუტურ უმრავლესობას რაც საერთო აქვთ მესხეთთან მიმართებაში, გახლავთ ის, რომ ერთიანი საქართველოს დაშლისა და ამ კუთხის ოსმალთა იმპერიის მიერ ჩაკლაპვის შემდეგ მათი თურქი, თარაქამი, ხიმშილი, ქურთი და კიდევ სხვა წინაპრები უშუალო მონაწილენი იყვნენ იმ ძალმომრეობით სავსე პროცესებისა, რასაც ქართველი მემატიანეები სისხლითა და מחვილით ქვეყნის დაპყრობას უწოდებენ. დღევანდელი სიუჟეტიც ახალშენის თაობაზე დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით. მომდევნო ახალ სიუჟეტამდე მანამდე კი ტრადიციულად დაგიტოვებთ მოწოდებას, ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები და დღემდე არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ და ერთად უყუროთ კიდევ ძალიან ბევრ სერიას დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით.